მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სამოდელო კონკურსი გურიაში წელს პირველად ჩატარდება. 14-დან 22 წლამდე ასაკის გოგონებს შანსი ეძლევათ გაიმარჯვონ და 300,000 ევრო მოიგონონ. შესარჩევ კონკურსისთვის მონაწილეების რეგისტრაცია გაზეთ გურიის მოამბეში უფასოდ ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. მოდელობის მსურველთა რიცხვი გურიაში არც თუ ისე მცირეა. კონკურსის ორგანიზატორებს ყოველდღიურად ათეულობით გოგონას შერჩევა და ფოტოსესიის ჩატარება უხდებათ. 16 წლის ლიკა კალანდაძე და 15 წლის ინგა ქვათაძე იმ ასეულობით გოგონათა რიცხვში მოხვდნენ, რომლებაც სამომავლო პროფესიად მოდელობა არჩიეს და ელიტ მოდელ ლუკის კონკურსში მონაწილეობას იღებენ. მე ბავშვობიდანვე მინდოდა რომ გამოსულიყავი მოდელი. ეს სამოდელო სააგენტო დამეხმარება იმისთვის, რომ ვიყო წარმატებული, დამხვეწავენ და მინდა რომ მივაღწიო ძალიან დიდ წარმატებას. ძალიან პრესტიჟულია, ანუ ეს არის იმიჯ ცენტრი, რომელიც გვაძლევს იმის და ეს ჩვენთვის პირველი ნაბიჯია. კონკურსის ორგანიზატორი და იმიჯ ცენტრის კოორდინატორი გურიაში ნინო ბურჭულაძე ამბობს, რომ კონკურსის პრინციპიდან გამომდინარე, გურიიდან შესაძლებელია რამდენიმე სასურველი მონაწილე შეირჩეს. განსხვავდება მის საქართველოს და მისის კონკურსიდან იქედან, რომ ამ გოგონებს კონკურენტი არ ყავთ. ყველა უნდა წარმოაჩინოს თავიანთი თავი. ანუ ამდენ გოგონაში შეიძლება შეირჩეს 1, 2, 3 ან არც ერთი. ეხლა ჩემი სურვილია პირადად, რომ ამ ჩემს ნაკადში არ დარჩეს ვინმე ყურადღების გარეშე და რაც უფრო მეტი ტოპ გოგო წარდგება საქართველოს ფინალში და იქედან მსოფლიო ფინალში, ეს ჯერდი ჩვენი პრესტიჟია. გურულების აქტიურობიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო ვადები 10 აგვისტომდე გადაიწია. შესარჩევი ეტაპი კასტინგი კი 18 აგვისტოს ჩატარდება, რომელსაც იმიჯ ცენტრის ხელმძღვანელი ია კინძმარიშვილი დაესწრება. საერთაშორისო სამოდელო კონკურსში გამარჯვებული ჯილდოთ 300,000 ევროს მიიღებს.